როგორ ხარ? ზადა ხარ? კი. წავედი. აბა. დავამაგროთ ჩვენი ტელეფონი. წავედი. მე ზათვა. წავიდეთ? წავედი. ხუჩა, როგორც ჩემი შტურმანი, ეხლა მიმიყვანე დანიშნულების ადგილამდე. ვესტები სწორად მივიყვანე და დოვა დავკარგოთ. სტორმილება არ გქონდეს. თავარია ამინდვა არ შეგვიშალოს ხელი. გოჩა, მე როგორც ვიცი, პროექტის დაწყების დღიდან ხარ ჩართული და მაინტერესებს რა ეტაპები გაიარე. პროექტის დაწყების დღიდან ვარ ჩართული სისტემური რეგისტრაციის რეფორმაში. საველე სამუშაოები მაინც სპეციფიკური პროცესია, რადგან ცხოვრების ნაწილი გიწევს მივილებაში ყოფნა და ველი ჩათვალე მეორე ოჯახია. თავარი და მნიშვნელოვანი ფაქტორი ამ გეგმავის სამუშაოში არის სიზუსტე. და მეორე არის უკვე ამ გეგმავის კვალიფიკაცია და მისი მომზადება. რა არის ეს უშუალოდ დაბრკოლებები, რასაც ამზომელი აწდება სამუშაო პროცესში? რეალურად სააველი სამუშაოების პროცესში ნებისმიერი დეტალი შეიძლება გახდეს დაბრკოლება. გოჩა, ხშირად გიწევთ მოქალაქეებთან კომუნიკაცია და ერთგვარად ამ პროცესის ახსნა. პირველი რგოლი ვარ, თვით უშუალოდ მოქალაქეს ხდება და მოქალაქეს ყოველთვის შენგან ელოდება მაქსიმალურად იმ პასუხს, რომ დაკმაყოფილდეს და ასევე იცოდეს რა მოცემულობაში არის მისი ნაკვეთი. ეს არის კიდევ კარგი გზა. არის შემთხვევა, როდესაც უფრო რთულ რელიეფზე გიწევთ ხო გადაადგილება? რა თქმა უნდა. გადმოცემით შეიძლება ბევრს აქვს შენთვის მოყოლილი, მაგრამ ეხა რეალურად გავალთ. ადგილზე ნახავთ დაინტერესებულ პირს. გამარჯობა. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელი. ეს არის ძირითადი აღჭურვილობა, რასაც იყენებს სამზომელი უკვე. რასაც ვიყენებთ, ეს არის. დაიკიდე ჯოხი. აბა ეს დაგეხმარები. არის ჩვენი GPS-ი. შედგება ორი დეტალისგან, ერთი არის კონტროლერი, რაც რითიც უშუალოდ მართავთ საველე პროცესს, მეორე არის როვერი, რაც გვეხმარება ინფორმაციის მიღებაში. ეს უნდა მოთავდეს ამ ძელზე. დაამაგრე როვერი და ჩატა. ხელსაწყოები უკვე დაკავშირებულია. მონაცემებს ცვლიან ავტომატურ რეჟიმში და ამ ეტაპზე გვიფიქსირდება 3 სანტიმეტრიანი ცდომილება. რა ძალიან? რაც კი ბატონო. ეხლა უშუალოდ წავიდეთ, დავიწყოთ აზომვის პროცესი. როგორც მაჩვენებს აპარატი ეს გასწორდა ეს წერტილიც და ხელის ერთი მოძრაობით აქაც კი ბატონო. ეხლა გადავინაცვლოთ და უშუალოდ დავამუშავოთ აღნიშნული მიწისთავი. კარგი გოჩა. ამით აზომვის პროცესი წერტილების აღება არის დასრულებული. აბა გაგვიზიარი შენი ემოციები და შენი შეხედულებები. ძალიან საინტერესო პროცესი იყო და მინდა მადლობა გადაგიხადო ამისთვის, რადგან მომეც საშუალება, რომ შენთან ერთად აი საველე სამუშაოებში მიმიღო მონაწილეობა. როგორც აღმოჩნდა, საკმაოდ შრომატევადი და დამღლელი პროცესი არის, მათ შორის განსაკუთრებით ასაღნიშნია ეს თანამედროვე ტექნიკის გამოყენება უშუალოდ აი ამ სამუშაო პროცესში და დღეის შემდეგ უფრო განსაკუთრებული დაფასება და პატივისცემა მიქნება თქვენდამი, თქვენი პროფესიისადმი.